მოგესალმებით. ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება შევქმნათ ესეთი ვიდეო ჩვენი ავტომობილით, აი მაგალითად მე მაქვს ესეთი ფოტო ჩემი ავტომობილის, რომელზეც არის თავის ნომერი და ყველაფერი და როგორ ვაქციოთ ეს ფოტო აი ესეთ ვიდეოდ. ნახეთ. ალბათ ხშირად შეგვიძლია ესეთი ვიდეო და ამ ვიდეოში გასწავლით ამ ყველაფერს. კარგი, პირველ რიგში უნდა გავხსნათ Google Chrome და მასში უნდა ჩავწეროთ ესეთი რა. ახლა გაჩვენებთ Google AI Studio. ესეთ რაღაცას ჩავწერთ, შემდეგ გადავალთ ძიებაზე და შევვალთ აი პირველივე საიტზე. საიტზე შესვლის შემდეგ ვაჭერთ Get Started. შემდეგ გავივლით ავტორიზაციას ჩვენი Gmail-ით. დავეთანხმებით. და უკვე გავივლით ავტორიზაციას. რაც შეეხება ახლა პოზიციებს, თუ საიდან გადაგვიღოს, როგორ გავაკეთოთ ეს ვიდეო, ჩვენი სასურველი მაგალითად, ანუ როგორ ავირჩიოთ საიდან ჩვენი ფოტო, ანუ როგორ ვაქციოთ სხვადასხვა კომპონენტად, მაგალითად გადაგვიღოს ტრასაზე, გადაუღოთ ჩვენს ავტომობილის გვერდიდან და ასე შემდეგ, ეს თქვენზე არის დამოკიდებული. ამისათვის დაგჭირდებათ Google Translate, აი მაგალითად Translate-ში დაწერთ სასურველი ტექსტს, აი მაგალითად ფოტოზე არსებული ავტომობილი რომ მოძრაობდეს ტრასაზე, ეგეთ შეგიძლიათ დაწეროთ, ან ამ ავტომობილის შეგიძლიათ გადაუღოთ გვერდიდან. ესეთი რაღაც ჩაწერთ Google-ში, გადათარგმნით ინგლისურად და ჩაუსვამთ ტექსტში. კარგი, მოკლედ ამ ვიდეოს თუ ბოლომდე უყურებთ, გაიგებთ ყველაფერს. გავიარეთ ავტორიზაცია, ვაჭერთ აი აქ და შემდეგ ვაჭერთ Generate Media. შემდეგ გადავალთ ესეთ გვერდზე და ვირჩევთ VO, აი აქ არის VO ესეთი ფუნქცია და აქ არის უკვე ტექსტის შესაყვანი და ასევე არის პლუსის ღილაკი, აქ Enable Google Drive ავირჩიოთ. დავეთანხმოთ ესე გავიაროთ ავტორიზაცია ისევ, რომ მოგვცეს საშუალება რომ ავირჩიოთ ჩვენ ტელეფონში არსებული ფოტოები ჩვენი ავტომობილის. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი რა, მაგალითად თუ გვერდიდან გადაუღებთ ფოტოს ან ტრასაზე გადაუღებთ ფოტოს, უფრო კარგად გამოვა და ასე შემდეგ. კარგი, მე მაქვს ახლა გამზადებული ფოტო, როგორც ხედავთ, ანუ ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ ვაქციე აი ეს ფოტო აი ამ ვიდეოთ და დანარჩენს უკვე თქვენ თვითონ გააკეთებთ. კარგი. მოდი ახლა რაც გავაკეთებ, გავხსნი მაგალითად Translate-ს, ანუ Google-ის თარგმანს, ან Google-ში დავწერ პირდაპირ, ახალ ტაბზე გადავალ, დავწერ Translate-ს, მაგალითად Translate ესე და აქ ავირჩევ პირველში ქართულს, აქეთ ინგლისურს, აი მაგალითად შევიყვან რაღაც ტექსტს, გადავთარგმნი ინგლისურად, თუ ინგლისური არ ვიცით, მაგალითად შეგვიძლია უკვე გადავთარგმნოთ და თუ არა და ჩვენ შევიყვანთ ინგლისურად სასურველ ტექსტს აი აქ. ანუ აი აქ შევიყვანთ სასურველ ტექსტს და შემდეგ ფოტოსაც ავირჩევ რა. კარგი, მაგალითად მე დავწერ ესეთ რაღაცას, რომ მე მინდა მოიცა ეს ავტომობილი მინდა მოძრაობდეს ტრასაზე. აი ესე. შემდეგ ქვემოთ უკვე გადათარგმნა, როგორც ხედავთ, დავაკოპირებთ, აი ღილაკს დავაჭერთ, რომელიც დააკოპირებს ამ ტექსტს, გადავალთ ისევ იმ საიტზე და ჩავსვამთ აი დაკოპირებულ ტექსტს. ჩავსვით, შემდეგ ვაჭერთ პლუს ღილაკს. შემდეგ upload image-დან უკვე ავირჩევთ იმ ფოტოს, რომელიც გვინდა რომ მოძრაობდეს ტრასაზე, აი მაგალითად ამ შემთხვევაში მე ავირჩევ აი ამ ფოტოს. ავირჩიე, სადა და უკვე ვიწყებ აი ამ ღილაკს დავაჭერ. ველოდებით რამოდენიმე წამი, რათა უკვე დააგენერიროს ეს ფოტო და უკვე აქციოს ვიდეოთ. ანუ ჩვენ დაუწერეთ რომ ეს ავტომობილი მინდა მოძრაობდეს ტრასაზე. თქვენ შეგიძლიათ დაუწეროთ სასურველი რამ, მაგალითად რომ გადაუღე გვერდიდან, გადაუღე წინიდან და ასე შემდეგ, როგორც გინდათ ისე დაწერთ, გადათარგმნით, ან თუ ინგლისური იცით, თქვენ შეიყვანთ სასურველი ტექსტი და დაელოდებით შედეგს, თუ რაღაც 10 ჯერ შეგიძლიათ, მე მგონი უფასოდ გააკეთოთ ეს ყველაფერი, როცა ლიმიტი ამოგეწურებათ, შეგიძლიათ Gmail-ი შეცვალოთ, სხვა Gmail-ით შეხვიდეთ და ისევ 10 ჯერ გააკეთეთ რა. უფასოდ.
კარგი, დავალოდოთ ტაიმერის დასრულებას. ბოლომდე შევსებ არა საჭირო, სადღაც 50-მდე ავა თუ არ ვწდები და შემდეგ უკვე გვთავაზობს ვიდეოს. აი უკვე დაასრულა. ნახოთ ახლა რა გამოვიდა. დავალოდოთ კიდევ. всё, შეგვიძლია ახლა ჩავვრთოთ და გამოვიდა ესეთი ვიდეო, აი. ნახეთ რა მაგარი ვიდეოა. ძალიან მაგარი ვიდეოა. უფრო უკეთესია ვიდრე ჩემი გაკეთებული. შემიძლია ახლა ის ჩამოვწერო. აი აქ არის ჩამოწერის ღილაკი, ახლა კარგად არ ჩანს, აი აქ ნახეთ. ვაჭრეთ ჩამოწერის ღილაკზე. ველოდებით გადმოწერას, გადმოიწერა უკვე და შეგვიძლია ვნახოთ თუ რა გამოვიდა. აი ესეც ვიდეო. მოგეთ, სულ ესეა მეგობრებო, ანუ აირჩევთ სასურველ მომენტს, გადაიღებთ და გამოვა საკმაოდ კარგი ვიდეო. შემდეგ გადააბამთ მონტაჟში და მოგეთ თქვენ სულ ვიზია უკვე როგორ გააკეთებთ ამ ყველაფერს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ისწავლემეტის YouTube არხზე, ვინც არიცით, დაემატა ვლოგები. აი ჩაწერეთ ისწავლემეტი, ანუ აი ამ არხზე, ხა სადაც ამ ვიდეოს უყურებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ვიდეოებში და აქ ნახავთ ვლოგებს, ანუ ეს არის ვლოგ 3, უკვე მესამე ვლოგი, ეს არის ვლოგ 2 ბათუმში გადაღებული და ეს არის ვლოგ 1 ქობულეთში გადაღებული. ანუ შეგიძლიათ ვლოგების ნახოთ და იხალისოთ. და ანუ მოკლედ საკმაოდ კარგი ვლოგებია. სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხი და თქვენ არ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.